მორიგეობით შეიძლება? კი, ასე გავაკეთე საფიქრი. და ის თვითონ ამ წუთას სამსახურებრივ მოვალებას ასრულებს თუ არა? მგონი ასრულებს, იმიტომ რომ მაგი IP-ა და არ აქვს ანუ სამსახურშიც მუშაობს, იქაც მუშაობს და აქაც კომისიის თავმჯდომარეა, ხო? და ეს დარღვევა არ არის? არ არის, იმიტომ რომ მაგენი თალკე იმაზე სახელმწიფო სამსახური არ არის. კერძოა და კერძოში აქვს უფლება და მე სახელმწიფოში როგორ ამიტომ. რამდენი ხართ კომისიაში, რამდენი წევრი ხართ? 13 ვარ ცოტა. და 13-დან დღეში რამდენი მორიგეო? 3, 2, 3 ერთმანეთს უწასწამოსის და 3 ძირითადად და 2 სულ ვართ. ახლა ერთი გავუშვით სადეგზე. ახლა მოუწესრიგებელი როა სარამატო სამუშაო მიდის 5 ისედებს. რა დაამთავრებენ დღეში და გავაკეთე ამას ავალაგებთ ყველაფერს და მოვიწყებთ აკეთებს რაღაცელა ამას არ დაანებებს თავს და რომ მოკლა. ამ კვირის ბოლომდე ცალ ავალაგებ ყველაფერს. ანუ ერთ კვირაში დამთავრდა როდის გაიხსნა? 27-ში გავხსნა. და წესი და კანონით ეს დარღვევა არ არის, ხო? ასე მოუწესრიგებაში რომ ამ თვითონ მოგწეს ეს გამოგვიყო ეს და მგონი არ არის. არ გვეშლება ხელი ჩვენ. ბანი პრაქტიკულად მოუწესრიგებელია და არ არის ამ ურჩევლის მისაღებად მზად. აქ არ არის ქსეროქსის აპარატი, დარბაზში დგას სკამები, რომლებიც არ უნდა იდგეს. საარჩევნო სიებიც მოუხერხებელ ადგილას არის განთავსებული და რაც ყველაზე მთავარია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები უბანზე არ იმყოფებიან. დღეს ჩვენ შევხვდით კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს. მე უკვე მესამედ ვარ ამ უბანზე, სხვადასხვა დარღვევების გამო მოვდივარ როგორც წარმომადგენელი და არასოდეს მინახავს კომისიის თავმჯდომარე ვინმე მურმან ცეცხლაძე. როგორც ცნობილია, ეს ადამიანი დაკავებულია სხვა საქმიანობითაც, წყალკანალში მუშაობს და აქ თავი იმართლეს იმით, რომ მას აქვს ისეთი სამსახური, სადაც ის შეუცვლელია. მე მინდა შევახსენო საარჩევნო უბნის ადმინისტრაციასაც და საოლქო კომისიასაც, რომ ადამიანი, რომელიც დასაქმებულია საარჩევნო პერიოდში, ის შეგულებაში უნდა იმყოფებოდეს იმ სამსახურიდან, რომელშიც მანამდე მუშაობდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ უბანთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ამ უბანთან, დავწერეთ ბუნებრივია საჩივარი საოლქოს დონეზე, თუმცა ეს საკითხი არ იქნა მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა დადებითად გადაწყვეტილი. როგორც წესი, სამწუხაროდ საოლქო კომისია არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებული ორგანო, თუმცა კანონით მას ეს სტატუსი აქვს და პასუხი გითხარით, რომ არგუმენტები ჩვენ გქონდა, მაგრამ რახან არგუმენტები გქონდა, ისარგებლეს იმით, რომ უმრავლესობაში იყვნენ, კენჭისყრაზე დასვეს ეს საკითხი, რომ უარყოფითად გადაეწყვიტათ და ბუნებრივია უმრავლესობამ ხმა მისცა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას.